2022 წელს უკრაინაში შეჭრის მიზეზად პუტინმა ნატოს გაფართოება და მასთან არსებული საფრთხეები დაასახელა. ბევრ სამწუხაროდ დღემდე სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში ნატოს გამო შეიჭრა. ამ სპეცოპერაციის მიზანი კი უკრაინის დემილიტარიზაცია, რაც მისი სამხედრო პოტენციალის სრულ განადგურებას ნიშნავს და დენაციფიკაცია იყო, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. შედეგად 2022 წლის შემდეგ ნატომ კიდევ ორი ქვეყანა შეიერთა, შვედეთი და ფინეთი. ფინეთი, რომელიც მანამდე ნეიტრალური იყო და რუსეთს პირდაპირ ესაზღვრება, ეხლა ნატოს წევრია. ის შედეგადაც ნატოს სახმელეთო საზღვარი რუსეთთან ორჯერ გაიზარდა. ასევე ნატოს მარტო სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40,000-დან 300,000 ჯარისკაცამდე, ანუ 7,5-ჯერ გაიზარდა. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა აძლიერებს სამხედრო პოტენციალს და თავდაცვას. მარტო გერმანიამ თავდაცვისთვის 100 მილიარდზე მეტი გამოყო. შედეგად იმას, რასაც თავის ჭკუით უნდა შეეჩერებინა ნატოს გაფართოება, უფრო დააჩქარა ეს პროცესი და ნატო იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე მანამდე. ამას დამატებული შეიძლება ცოტა ხანში რუსეთის და უკრაინის საზღვარზე ნატოს ქვეყნების ჯარები ჩადგეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტად. მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, Все идет по плану.